საქართველოში 23 საათია. ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან. საღამო მშვიდობისა თქვენს ტელეკუთებშია ყოველდღიური გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან და მე ამ გადაცემის წამყვანზე უკეთესი ვასიკო ოდიშვილი გახლავართ. ვაშა შეთანხმება მიღწეულია. სულ მალე ჩვენს საკანონმდებლო ორგანოს კიდევ ერთი სუპერ ვარსკვლავი ეწევა. Იმართა კონსულტაცია საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის და მიღწეული იქნა შეთანხმება იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტი უახლოეს პერიოდში წარდგება კანონმდებელთა წინაშე ყოველწლიური ანგარიშით. რა კაცია ეს დავით ბაქრაძე და სუფთა Eastern Promotion-ია. აქედან მოუარა, იქიდან მოუარა და მაინც დაითანხმა ამ ხელა მეგა ვარსკვლავი ამ ჩვენს პარლამენტში გამოსვლაზე. არა და მე ჩამივარდა ხელში ეგრეთ წოდებული რაიდერი, რომელიც მაღალს გამოუგზავნია და რომელშიც ჩამოწერილია ის მოთხოვნები, რომლებსაც თუ არ დააკმაყოფილებენ, ჩემი მაღალი არასდიდებით არ გამოვა სიტყვით პარლამენტში. პირველ რიგში მაღალი ითხოვს დარბაზში ჰაერის დამატენიანებლების და სკამებზე კონსტრუქციული ოპოზიციის წარმომადგენლების დამონტაჟებას. ამბობს რაღაცა შოუ ნომერი უნდა გავაკეთო, დემოკრატიული ქვეყანა ქვია და ამ ნომერს, ესე იგი, ვერ გააკეთებს ოპოზიციის გარეშე. ასევე ითხოვს, რომ მის გამოსვლამდე დარბაზი გაახუროს პავლე კუბლაშვილმა ან ვინმე მსგავსმა. მოკლედ, რომ თქვა, სულაც არ არის ახლა ისეთი უსაშველო მოთხოვნები, რომ დაკმაყოფილება შეუძლებელი იყოს, ხო? უბრალოდ ეს მოლაპარაკებები იმიტომ გაიწელა, რომ პავლე კუბლაშვილი ამბობდა, ბარემ დარბაზის გახურების შემდეგ მაღალის გამოსვლა რომ დაიწყება. მე და ნუგზარ ციკლაური მაღალს უკნიდან დაუდგებით და break dance ვიცეკვებთო, რაზეც მაღალი არ დათანხმებულა. თურმე ამბობდა, ეგ მხიარული ნომერი ჯერ არ არის საჭირო. აი, ბენზინი რომ 10 ლარი გახდება და ქვეყანაში დეპრესიის ჩამოწოლის რეალური საფრთხე რომ დადგება, მაშინ კი აუცილებლად დავდგამი. აი ასე მაგარი შოუმენი როცა ხარ, ყველაფრის უფლება შეიძლება მისცეს შენს თავს. არა და მე ის დროც მახსოვს, ჩემი მაღალი დამწყები შოუმენი რომ იყო. მაშინ მას საერთოდ არავინ ელოდა ხოლმე პარლამენტში და თვითნებურად იჭრებოდა იქ და უკვე მობერებული ვარსკვლავების ჩაისაც კი ითვისებდა. ასე, დრონი მეფობენ. ჩვენი ნიჭიერი ხალხით დასახლებული და გონიერი მთავრობის ხელში მყოფი სამშობლო სულ უფრო და უფრო წინ მიდის. სულ ცოტაღა ვაცალოთ ჩვენს მთავრობას და უმუშევრობას მალე გაძვრება ძირი. ეგ კი არა, გარკვეული პროფესიის პროფესიონალებზე უკვე უზარმაზარი მოთხოვნაც არის. რამდენი ყავთ დასაქმებულების პროფესიების მიხედვით? ჩვენი დურგლებიდან 100% დასაქმებულია და საერთოდ 70% გვაქვს ამ ბოლო პერიოდში დასაქმების. და მე პატივით ბატონო პრეზიდენტო, დურგლები მართლა კვალიფიციური არიან და ამიტომ შეძლეს 100% და მათი ინსტრუქტორი არის საოცარი ადამიანი. დიახ, აი სადღან ახავ ახლა ქვეყანაში კარგ დურგალს. სოფლიოს ნომერ პირველ რეფორმატორ და უახლეს ტექნოლოგიებს ნაზიარებ ქვეყანაში ძნელია უმუშევარი დურგლის ნახვა. დურგალი და 21 საუკუნის მოდერნიზაცია ხომ ერთმანეთისგან განუყოფელი და განუშორებელი ცნებებია. კარგი დურგალი ყველა სჭირდება. აი მაგალითად აშენებს ბათუმში ჰილტონი და კემპინსკი 5 ვარსკვლავიან სასტუმროებს. მერე ვინ უნდა ჩასვას მის ლუქს ნომრებში კარგი წიფელის ორმაგი კარფანჯარა? რა თქმა უნდა, კაჭრეთელმა დურგალმა. ან Microsoft X-nis ახალ ოფის თბილისში. ვის დაუკვეთავს Windows და კარებს? რა თქმა უნდა, ისევ და ისევ დურგალს. დიახ, ასე იქნება. ყოველ შემთხვევაში ასე უნდა ჩემს მაღალს, რომ გჯეროდეს. მაგრამ მე რა ვქნა, მე უბედურმა. კარგი, ვიტყვი სიმართლეს და ეცოდინება ჩემს მაყურებელს, რომ კაჭრეთში უმუშევარი დურგალი იმიტომ არ არის, რომ მაგ დურგლების თანასოფლელები უკვე ბურ ფერმერებთან ბრძოლისთვის ემზადებიან და ჩვენს დურგლებს დღე-დაღამ კომბლებს ათლებინებენ. მაგრამ აბა ვინ დარჩება ახლა მაგ სიმართლის თქმით გამარჯვებული? ერთს. ჭიათურ მანგანუმის მაღაროელებს ერთგული დამცველი გამოუჩნდა. ჭიათურ მანგანუმის ყოფილი თანამშრომლები სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას ითხოვენ. ჭიათურ მანგანუმის დაზარალებულ თანამშრომლებთან ერთად დღეს ბრიფინგი სახალხო კრების წარმომადგენელმა თემურ ლუმსაძემ გამართა. მისი განცხადებით, დაზარალებულთა უფლებების დასაცავად სახალხო კრება ბოლომდე იბრძოლებს, კერძოდ კრება დაეხმარება ჭიათურ მანგანუმის ყოფილ თანამშრომელს კუთვნილი კომპენსაციები მიიღონ. ჩვენ მათ სოლიდარობას უცხადებთ სახალხო კრება, მაქსიმალურად შევეცდებით, რომ დაუდგეთ გვერდში, რათა მათი უფლებები იქნეს დაცული და აღდგეს მათი დარღვეული უფლებები, რათა ხელისუფლებამ მიიღოს საბოლოოდ გადაწყვეტილება, რომ გადაიხადოს ის კომპენსაციები, რომლებიც სასამართლო გადაწყვეტილებით არის განსაზღვრული. უდიდესი წარმატებებისთვის მიუღწევია სახალხო კრებას.
გახსოვთ, თავიდან მათ დაიწყეს პრეზიდენტის გადაყენების მოთხოვნით. მერე ნელ-ნელა განვითარდნენ და ახლა რაოდენ წარმოუდგენელიც არ უნდა იყოს ჭიათურ მანგანუმის მაღაროელების დამცველებად მოგვევლინენ. მე მაქვს ეჭვი, რომ სახალხო კრება ამ შედეგით არ დაკმაყოფილდება და სამომავლოდ ავტობუსში კონტროლიორების უფლებებს დაიცავენ. შემდეგ კიდევ განვითარდებიან და უფრო მასშტაბურ საქმეებს გააკეთებენ. დაიცავენ რამდენიმე ათასიან მიტინგს და მომიტინგეებს უსაფრთხოების მიზნით დაშლისკენ მოუწოდებენ. და სხვათა შორის თავადაც მიაცილებენ სახლამდე, რომ ვინმე ვანოს ბიჭმა სადარბაზოსთან არ უთავაზოს ხელკეთი. დიახ. ამ ხელა მიღწევები ელის წინ სახალხო კრებას. აბა, ერთი კაცის გადაყენება, თუნდაც პრეზიდენტი იყოს ხა ის კაცი. სახალხო კრების საქმეა ხა? თავარი მასშტაბებია. სად ერთი კაცი და სად მიტინგი. ქალაქში ცნობილ ერთ-ერთ სტრიპტიზ კლუბ პენტჰაუსში თურმე შესაძლებელია სექს ვნებების დაკმაყოფილება და ეს კლუბი ვინმე გიორგი არველაძეს ეკუთვნის. თბილისის ცენტრში ვარდების რევოლუციის მოედანზე მდებარე სტრიპტიზ კლუბ პენტჰაუსში მისულ სტუმრებს ფასიან სექს მომსახურებას თავაზობენ. ვის ეკუთვნის დაწესებულება და აქვს თორა კავშირი პენტჰაუს კლუბთან ტელეიმედის გენერალურ დირექტორს გიორგი არველაძეს. ამოქმედება თუ არა დაწესებულების წინააღმდეგ კანონი, რომელიც პროსტიტუციის ბინის მოწყობისთვის თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გაზეთ კვირის ქრონიკის ჟურნალისტი, რომელიც კლუბში სტუმრის სტატუსით მივიდა, სექს მომსახურებისთვის დაწესებულ ტარიფებზე და კლუბთან გიორგი არველაძის კავშირზე წერს. თბილისში ვარდების რევოლუციის მოედნის მიწისქვეშა კომპლექსში მდებარე პენტჰაუს კლუბის რეკლამა ტელეიმედის ეთერში დეტალების დაზუსტების გარეშე გადის. დაწესებულების ვებგვერდზე კი სტრიპტიზ კლუბის მომსახურებისა და ფასების შესახებ ინფორმაცია უფრო დეტალურადაა მოცემული. გოგონას გახდა დარბაზში ერთი მუსიკალური კომპოზიცია 100 ლარი. გოგონასთან ერთად სცენაზე ცეკვა ერთი მუსიკალური კომპოზიცია 100 ლარი. ტეკილას დალევა გოგონას მკერდიდან 50 ლარი. ადმინისტრატორის ცეკვა სცენაზე 50 ლარი. პრივატ ცეკვა პრივატის ოთახში 10 წუთი 150 ლარი. ლესბის შოუ პრივატის ოთახში 10 წუთი 300 ლარი. თქვენი ნებისმიერი შემოთავაზება შეგიძლიათ განიხილოთ ადმინისტრატორთან. დიახ, სტრიპტიზ კლუბში ნებისმიერი მომსახურებაა. გოგონას მკერდიდან ტეკილის დალევა 50 ლარი, ადმინისტრატორის ცეკვა 100 ლარი და ასე შემდეგ. თვისობრივად ძალიან გავს ეს დაწესებულება ტელეიმედს, რადგან იქაც ზუსტად ასეა, მომსახურებაც, მაგალითად, ჩინოვნიკის მაღაზიის დაპიარება 5000 დოლარი, პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლა 20000 დოლარი, ადმინისტრატორის ცეკვა აქაც 100 ლარი ღირს. ხოლო პრეზიდენტის გამოსვლა და მასზე სიკეთეების თქმა ღირს მუდმივი სამსახური და მაღალი ხელფასები. აი ხომ ხედავთ რომ ეს ორი დაწესებულება თვისობრივად რაღაცნაირად ერთმანეთს გავს. ოღონდ სხვადასხვა მომსახურებას გვთავაზობენ და ამიტომაც გაჩნდა ეჭვი რომ ეს დაწესებულებები გიორგი არველაძეს ეკუთვნის. რადგან მას მოსახლეობა მოხარშულსაც კი იცნობს. ახლა აბების ეთერში რეკლამიცინის მიღების დრო. რეკლამიცინი ჩვენს ეთერში. შიმშილისგან დაოსებულს უკვე 1000 გვარი გამოკითხვის შედეგებიც აღარ გარწმუნებთ იმაში, რომ ყველაზე წარმატებულ და ჯანსაღ ქვეყანაში ცხოვრობთ? მაშინ კარგად მიუგდეთ ხური თქვენ სამეზობლოში მოფუსფუსე დურგალი კაცის ჩაკუჩის ხმას. თუ ესოდენ სანატრელი ხმა გესმით, მაშინ დარწმუნებული იყავით, რომ ყველაფერი კარგად არის და რომ ქვეყანა თავისუფალია, ბიზნესი ვითარდება და რომ მალე აღარავის აღარ მოგშვივდება. დურგალი კაცი. დაუძახეთ, ბარემ ზომებიც აგიღოთ. დაიგეგმა და მალე დღის სინათლეს იხილავს ყველაზე პროგნოზირებადი, მაგრამ მაინც ყველაზე მაგარი შოუ სახელწოდებით პრეზიდენტის ყოველწლიური საპარლამენტო მიმართვა. უყურეთ შოუს და იხილეთ დამარცხებული კორუფცია, ძირგამძვრალი ოპოზიცია, გმირები, უფრო მაგარი გმირები და ასე შემდეგ. პრეზიდენტის ყოველწლიური საპარლამენტო მიმართვა. მივა, იტყვის, დაუკრავენ. საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ უკვე მეორედ საკუთარი აზრი დააფიქსირა მათ შესახებ, ვინც რბილი ლითი საუბრობს. არ შეიძლება ქართველების დაყოფა ქართველებად და ოსებად, ქართველებად და აფხაზებად, ქართველებად და ქისტებად, ქართველებად და ზოგადად არა ქართველებად, ვაკელებად და ვერელებად, ვერელებად და ვარკეთილელებად, რომელი უბნელი ხარ ეს კითხვა არ შეიძლება დაისვას. არ შეიძლება თქვა რომ ლით თუ გლაპარაკობს ადამიანი, მას ის არ შეიძლება ჩემი მეგობარი იყოს. იმიტომ რომ ლით ლაპარაკობს საქართველოს ძალიან ნიჭიერი ნაწილი. და ძალიან გონიერი და ძალიან მნიშვნელოვანი წვრილის შემტანი და დამფუძნებელი ქართული სახელმწიფოებრიობის. აჰა, ჩემი ცბიერი პრეზიდენტი. გვიახლოვდება საპარლამენტო არჩევნები და უკვე ახურებს მუშაობას საარჩევნო ხმების მოსაზიდად.
რბილი ლითი მოლაპარაკე ადამიანს რომ დასცინიან, ეს ცნობილი უხამსობაა და ამას ყველა ნორმალური ადამიანი აღიარებს, მაგრამ პრეზიდენტმა მაინც გადაუკრა მათ სიტყვა. აქ ვარ და თქვენს გვერდით ვდგავარ და აბა ვინმე დაგცინოთ, ტყავს გავაძრო. მოკლედ, მეგრელების გული უკვე მოიგო. ახლა სხვა კუთხეებს უნდა მიხედოს. ჩემი მაღალი უახლოეს მომავალში განაცხადებს, ვინც ასე ლაპარაკობს. მან ტყებ რო ყიდი, შენია რო ყიდი? მამაძალი პური რო გააძვირე, ცოლშვილი რა ვაჭამო, ჰა? ასე ვინც ლაპარაკობს, არ უნდა გამოვყოთ ჩვენი საზოგადოებისგან და არ უნდა გავაუცხოთ, რადგან ლიბერალიზმის პრინციპებს კატეგორიულად ეწინააღმდეგებაო. არ უნდა გავაუცხოთ ის ხალხი, ვინც ამბობს, 7 ნოემბერ რო დოუშვი რეზინის ტყუები, შენ ხარ? ის არ იყავი შენე? ესეც დაახლოებით ხმების 30%-ს მოგიტანთ, ბატონო პრეზიდენტო. როგორც მახსოვს, ვაკისა და საბურთალოს საარჩევნო უბნებში სულ მარცხნებოდი და ამიტომ უნდა დავიცვათ ის ხალხი, ვინც ენას იჩლიქავს და ერთობ სპეციფიკურად საუბრობს. აი, როგორ საუბრობენ? აი, რამე თქვით თქვენ და მე გიპასუხებთ. ჩვენ მართლა შაშაყო და 2 მილიონი ვიზიტორი წელსველი 3 მილიონს. აუ, ღადაობთ, ბატონო პრეზიდენტო. აი ამ ხალხსაც უნდა დავეხმაროთ საზოგადოებასთან ადაპტაციაში. ასევე ბატონო ერთი ოქროს რჩევა მაქვს თქვენთვის. პირდაპირ ეთერში უგუშემატკივრეთ ბარსელონას უახლოეს მატჩი და თუ მოხდა სასწაული და ალმერიამ პრესტიჟის გოლი გაუტანა, აქ ვითინდით და ხმით იტირეთ. ამასრას მომასრო ღმერთო. რა ცოდვა გაზეთიო. მატჩის შემდეგ კი განაცხადეთ, რომ ყოველ ღამე იმ გოლს ხედავს სიზმარში ჯონ ტერიმ რომ გაუტანა ბარსასო. ხო და ბარსელონას გულშემატკივრები თქვენი გულშემატკივრებიც გახდებიან. მატჩის შემდეგ კი ასევე პირდაპირ ეთერში მოусმინეთ ჯგუფ ბუტირკას მთელ დისკოგრაფიას და არჩევნებიც მოგებულია. ხო, კიდევ ერთ დეტალს შეგახსენებდით. გაჩერჩილაძემ სამი სიტყვა რომ თქვა საარჩევნო კამპანიაში, ჯიგრულად უნდა ვიცხოვროთო და კი რაღაც პენსიაზე გაგიშვათ. თქვენს გაიმეორეთ, თორემ ეს გასაკეთებელი კიდევ ბევრია, რაღაცა გაგვიტრუხდა უკვე. ხალხნო ხელისუფლება ჭაობშია და სული კბილით უჭირავს. ყოველ შემთხვევაში ასე თქვა გუბაზმა. მე მოუკვდე თუ ეგრე არ თქვა. ეროვნული ფორუმის განცხადებით ხელისუფლება მართვადი რევოლუციისთვის ემზადება. ფორუმის ერთ-ერთმა ლიდერმა გუბა სანეგიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ხელისუფლება თავისი ქმედებებით საპროტესტო აქციების გამოწვევას, შემდეგ კი არაჯანსაღ საარჩევნო გარემოში ვადამდელი არჩევნების ჩატარებას გეგმავს. პოლიტიკურ ჭაობში ახლა თუ ვინმე იხჩობა, ეს არის მიხეილ სააკაშვილი. ჩვენ შეგვიძლია მისი ამ ჭაობში დატოვება, მაგრამ ფანჯრიდან ყურებით და სხვისი შეცდომების დათვლით არა. აქტიურობით ახლა საზოგადოების იმედგაცრუების და აპათიის დრო არ არის. სააკაშვილი ემზადება მართვადი რევოლუციისათვის საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ვიშ რა კარგად ამოიცნო, გაშიფრა და გაამასხარავა ხელისუფლების პოლიტიკა გუბაზმა. ანუ გუბაზი ამბობს. ახლა რომ გამოვიდეთ ყველანი ქუჩაში, რომ ვაპროტესტოთ რაღაცები და მე ისევ სახლში რომ წავიდეთ. ხალხი ჩავარდება აპათიაში და მთავრობა დარჩება მოგებული. პრინციპში მართალია გუბაზი. თუმცა მოვიფიქრე, რაც უნდა ქნათ. გამოიყვანეთ ხალხი და მე აღარ გაუშვათ სახლში. მაგრამ არც არა, ეგეც ხელისუფლების ინტერესებში იქნება, რადგან ჩამოეგდებინება მაგ ხალხს მიშა, მე ეცემინება. ჯერ ზუსტად არ ვიცი, რა მზაკრული ჩანაფიქრი აქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეგეც მაგის ინტერესებში იქნება. ალბათ ახალი გრანტები ნაცემ ნაგვემზე და მშიერ ხალხზე მოდის და ეგ უნდა მიითვისოს. არ დაუშვათ ეგ ხალხნო, არას დიდებით. გავიქცეთ ყველანი და ნაზუქები ვაჭამოთ. გაზრდილი გადასახადები მივაყაროთ და ასე დავტოვოთ ეგ კაცი პოლიტიკურ ჭაობში. რაც სუდია. ჭაობში. სადაზღვევო კომპანია ალდაგმა აგროდაზღვევა დაანერგა. ანუ ამერიდან ფერმერს შეიძლება თავისი მოსავალი ალდაგის ანაბარა დატოვოს. ალდაგი BCI სოფლის მეურნეობის დაზღვევას იწყებს. შინაური ცხოველების და მოსავლის დაზღვევა ამიერიდან ნებისმიერი ფერმერისთვისაა ხელმისაწვდომი. ალდაგი კლიენტებს ისეთი რისკებიდან დაცვას თავაზობს, როგორიცაა გვალვა, მოყინვა, სეტყვა, ხანძარი და ასე შემდეგ. ალდაგი პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც აგროდაზღვევის პოლისების გაცემა დაიწყო, რამდენიმე ფერმერი უკვე სარგებლობს ამ ტიპის დაზღვევით. მოსახლეობას თებერვალში შევთავაზებთ სიმინდის მოსავლის დაზღვევას, შინაური ცხოველების დაზღვევას და ასე შემდეგ. არაჩვეულებრივია აგროდაზღვევა. ოღონდ მართლა. მაგრამ მე ვშიშობ ამას უთუოდ ექნება გვერდითი მოვლენები.
არ არის გამორიცხული პრეზიდენტმა ფართო მასშტაბიანი დაზღვევები დაიწყოს. ისეთებია, როგორც არის სიღარიბის ზღვარსქვემოთ მყოფი ძროხების, ღორების და კამეჩების დაზღვევა, ასევე მღრღნელებისგან დაუცველი მოსავლის დაზღვევა და რაც მთავარია, მიუსაფარი და დევნილი ცხენების და ვირების დაზღვევაც. ხოლო ამ სადაზღვევო თანხას, რა თქმა უნდა, ბიუჯეტიდან, ანუ მოქალაქეების ჯიბიდან მოიპოვებენ. ამ ყოველივეს შემდეგ ნამდვილად, ესე იგი, არ გამიკვირდება, რომ მოსახლეობას პრეზიდენტის დაზღვევის ფულიც გადაახდებინა. როგორ არ უნდა გავიღოთ თითო მოსახლემ თითო ლარი თვეში პრეზიდენტის ჯანმრთელობისთვის. რა არ ეკუთვნის? ან არ გვიღებს პრეზიდენტის ჯანმრთელობა ერთ ლარად? აზიის განვითარების ფონდმა როგორ უნდა გვაჯობოს? გუშინ ჩემი მაღალის ჯანმრთელობა და არა მარტო ჯანმრთელობა 500 მილიონად დააზღვიეს. მორჩა! გადაწყდა, ყველა თქვენგანი თვეში ლარს გამოვა პრეზიდენტის დასაზღვევად. ხო? გაზეთი რეზონანსი აქვეყნებს სტატიას სათაურით. სააკაშვილი 200 მილიონიან ბოინგს ყიდულობს, აცხადებენ ახლები. სტატიაში ვკითხულობთ, რომ 2011 წლისათვის შეკვეთები წინასწარ უკვე მიღებულია და გამოქვეყნებულია იმ სახელმწიფოთა და ავიაკომპანიების სია, რომლებმაც ბოინგი ევერეტ ქარხანას შეუკვეთეს. მათ შორის ოფიციალურად საქართველოს სახელი არსად ფიქსირდება, თუმცა ჩამონათვალში დამატებით არის კიდევ 18 დახურული შეკვეთაც, რომელთა ავტორის ვინაობა დაფარულია. ახლა რომ თქვა ახალ მემარჯვენეებს ყველა სიტყვა დაეჯერება მეთქი არ იქნება მართალი, მაგრამ ჩემი მაღალი შემხედვარი რას აღარ დაეჯერებ კაც. თუმცა მე მაინც ვერ დავიჯერებ, რომ ამ კამრების შემოჭერის ეპოქაში პრეზიდენტმა 200 მილიონი ბოინგში გადაიხადოს. ჩემი პროგნოზით ის უახლოეს მომავალში გაყიდის თავისი ესკორტის მანქანებს და როგორც რაიკომის მდივანი 24 დაიწყებს სიარულს. მით უმეტეს ცოდვა გამხილილი ჯობს და დასავლეთში აღარავინ ელის ჩემს მავალს. რუსეთში ხო აღარელიან და აღარ. ხო და ერევანში ვიზიტს 24-იც აუვა. აი ეს იქნება ნამდვილი კამრის შემოჭერა, რასაც ხალხი დიდად დააფასებს. ახლა მე გთავაზობთ დააფასოთ და შეაფასოთ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკის შემქმნელების ერთობ საინტერესო ფრაზები და მოსაზრებები. იცინიან და იცინიან პოლიტიკოსები. მეხუთე ადგილი. მეხუთე ადგილზე გავიდა ეროვნულ დემოკრატი კაცი. აი, როგორ უნდა დაიწყო ოპოზიციონერმა კაცმა გამოსვლა, თუ იმედის ან რუსთავიორის ეთერში გინდა მოხვედრა. ქვეყანას ჰქონდა წარმატება საგარეო პოლიტიკაში, შემოვიდა ახალი კონსტიტუცია და ახლა დავიდა მეოთხე ადგილი. მეოთხე ადგილი მივაკუთვნოთ პარლამენტარ გოგა გაბაშვილს. როგორც ჩანს, ერთობ პოპულარულია საპარლამენტო უმრავლესობაში სიმღერა შემდეგი სახელწოდებით. პრეზიდენტი მყავდა, მიყვარდა. პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა ყოველთვის არის ძალიან ამომწურავი და ძალიან ზუსტად პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც არის ქვეყნის წინაშე. მესამე ადგილი. მესამე ადგილზე იუსტიციის მინისტრის მოადგილე ქალი გავიდა, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში რუსეთიდან გამოდევნილი ქართველების ინტერესებს იცავს. როგორც იტყვიან, სათნო მიზეზი იყოს და ნადევნი კაცი სტრასბურგში საქართველოდანაც ჩავაო. ჩვენი ერთადერთი მიზანი, როდესაც ლაპარაკი აკმაყოფილია თუ არა ქართული მხარე ამ ორი დღის შედეგით, ჩვენი ერთადერთი მიზანი იყო, რომ უშუალოდ ადამიანებს, რომლებიც გახდნენ რუსული პოლიტიკის მსხვერპლი 2006 წელს, ქონოდათ შესაძლებლობა, რომ უშუალოდ შეხვედროდნენ სასამართლოს წარმომადგენლებს და უშუალოდ მათთვის ეთქვა თავიანთი ისტორიები. მეორე ადგილი. მეორე ადგილს არავის უთმობს კონსტრუქციული ოპოზიციონერი ჯონდი ბაღათურია. ჯონდის სქემა შემდეგია: მომე და თუ გინდა სანეხვეზეც გადამაგდეო. ჩვენ წარმოვადგენთ სოფლის მეურნეობის დაფინანსების სქემას. ეს არის უნიკალური სქემა, მე მინდა გითხრათ, რომ პირადად გავიარე და ვარ ავტორი ამ სქემის და ყველა შეფასება არის ის, რომ ეს არის უნიკალური სქემა. პირველი ადგილი. პირველ ადგილზეა მარად ჩვენი მაღალი მწყემსი. თუ საძირკველი კარგად ჩაყარე, კედლების ამოყვანა დიდად საჩქარო მაინც და მაინც არ არის. ჩვენ გვაქვს პროფიციტური ეკონომიკა, ესე იგი ეკონომიკა იზრდება და მაკროეკონომიკურად ეს ნიშნავს, რომ საერთო საფუძველი რაც არის ეკონომიკის, ის არის ძალიან ჯანსაღი. ხლა. ძნელია როცა ვილაპარაკო, აი
გახდათ გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან. ნუ მიიღებთ სხვა აბებს.